ინდისის გმირების მემორიალთან იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და ქვეყნის წინაშე მათ უდიდეს ღვაწლზე ისაუბრეს პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს უვაშკაცეს მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ადამიანი და სანამ ეს გმირები იარსებებენ, ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს. სწორედ ესეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებით ვაკ გარანტია, რომ საქართველო უკვდავია და კიდევ ერთხელ მინდა მივაგო პატივი და მარადიული ხსოვნა ამ მართლაც უვაშკაცეს გმირებს. პატივს მივაგებ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც კეთილ ქართულს მისცეს გმირობის მაგალითი, მომავალთაობებს მისცეს გმირობის მაგალითი და ასეთ გმირობაზე უნდა იზრდებოდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა. და ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება, რისთვის საცხირს ყველაზე ძვირფასის გაძირვაც კი და ეს არის სიცოცხლე. და ზუსტად ამის მაგალითი მოგცეს ჩვენ შინდისის გმირებმა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ პატივი მივაგოთ შინდისის გმირების ხსოვნას. 5ჯერ აღმატებულ მტერს შეებრძოლენ ჩვენი ჯარისკაცები, 17 დაიღუპა გმირულად და აქაც ისტორია ყოველთვის გვაჩვენებს ჩვენ, რომ ქართველი მებრძოლი არ უშინდება რიცხოვნობას, ხვალ ჩვენ აღნიშნავთ დიდგორობას, სადაც ასევე 5ჯერ აღმატებულ მტერთან გავიდა ქართველი საომრად და გაიმარჯვა 60,000, 300,000-ის წინააღმდეგ და აქაც 17 წლის წინ 22 ჯარისკაცი 100-ის წინააღმდეგ დადგა მედგრად და ბოლომდე იბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის. აქ შინდისის გმირების მემორიალი იქნება მოწყობილი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური. ერთის მხრივ უზრუნველყოფთ იმას, რომ სრულად იქნება შენარჩუნებული ის იერსახე, რომელსაც აქაურობა ატარებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ის ავთენტურობა, რომელიც აქ მომსვლელმა ადამიანებმა ნახონ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ასევე დაემეტება სხვა ელემენტები, რომელიც გამოყოფს იმ ადამიანების გმირობას, ვინც აქ ჩაიდინეს გმირობა 17 წლის წინ.